დაბრუნებას მარცხენა ფლანგისკენ გადაცემა ნაჭყებია აქვს აქ სივრცე საინტერესო ეპიზოდია პირველი ქართველების და დარტყმა პირველი დაფიქსირდა უიდამას თუმცა სლოვანი ახერხებს ბურთის დაბრუნებას მარჯვენა ფლანგისკენ არის სივრცე მაროშია ჩართული ეპიზოდში ჯინჯოლავა ითამაშება მოიწია ცენტრისკენ მაროშმა მაგრამ ისე დარტყმა უკვე არასდროასგან ეს თითქოს ვიხილეთ კიდეც მაგრამ რადგან აი პირველ აქტიურობას აქ ეპიზოდი ამასობაში სლოვანს და არტყმამდე თუ მივა საქმე ისე ჯინჯოლავა არის ძალიან კარგი და საბოლოოდ მოგერიება საჭირო შვენივრად მოქმედებს გუნდის კაპიტანი ჯერჯერობით ხო აქ ისევ სლოვანმა მოახერხა ბურთის დაბრუნება მცირე ქაოსი იბერიას საჯარიმოს მისაღები მეტი სიფრთხილეა საჭირო და ასე რო მეტად აქ კარგი ჩანაფიქრი მაგრამ მაგარიძე გამოვიდა დაეუფლებას ეცდებიან მასპინძლები დარტყმა ვიხილეთ მიუხედავად ამისა მაკარიძე მოიგერია ბურთი და განმეორებით დარტყმა უკვე ცდება იბერიას კარს აქ თუ მაკარიძე მართლა შეეხო ძალიან ძლიერი და რთული ბურთია უღია მე მგონი მოვარტყა მაინც მარცხენამდე ავთხილა სამართლიანად და საკმაოდ ობიექტურად აფიქსირებს ჯარიმებს საკმაოდ უხეშ პირველ ნახევარში იჩქარა კუციამ შეეძლო გაეჩერებინა ბურთიდან გამოეთიშება ასპარეზობას აქ საფრთხე მომენტია მათ შესრულდა და გოლი ვიხილეთ მაინც ტაიმის ბოლოს ვერ მოხერხდა მაგარიშის შენარჩუნება შესვენებამდე მუხარევიჩი უკრაინელი ფორვარდი გადადილი გოლის ავტორი ხო თითქოს ეს გაცილებით ნაკლებად მწვავე ეპიზოდი იყო ვიდრე ის მომენტები რაც ვერ გამოიყენა სლოვანმა 45 წუთის განმავლობაში მაგრამ აქ ამასობაში იბერია უტევს ქობულაძე ჩააწვდის სავარაუდო დაბალი გადაცემა არჩი აქ შეცდომა დაუშვეს სლოვანის ფეხბურთელებმა და დარტყმაც შეიძლებოდა ახლა ოპონენტის საჯარიმოს მარჯვენა ფლანგიდან დაბალი გადაცემა აქაც მცველებს უკან გაილაღეს სლოვაკებმა დარტყმა მაკარიძემ დაუხვედრა ვარდნაში ხელები და კიდევ ერთი ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენეს ეს შეხვედრაში იბერიას და არის ასეთი მოთამაშე ზაგანია ვისაუბრეთ მასზე ეს არის დრამონდელ სეზონში მთავარი კამპანი საერთოდ იბერიასი აქ ეპიზოდს მივადევნო თვალი ქართველებს აქვს შანსი და გაიტანეს პირველი გოლი იბერიას ფეხბურთელებმა და სწორედ სიხარულაშვილი აი სივრციდან როგორი ეფექტური დარტყმა შემოგთავაზა მან 1-1 იბერია კვლავ თამაშია ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში ხდება 3-1 და გარკვეულწილად შანსებს იბრუნებს ქართული გუნდი ყოველ შემთხვევაში მშვიდად ვეღარ იქნება სლოვანი და მოუწევთ მათ უფრო მეტი კონცენტრაციით თამაში უფრო მეტი ბრძოლა იმისთვის რომ აღარ დაიმკვიდროს ორივე უფრო სიღრმიდან იმოქმედებენ ხედავთ რომ მუსტაფიჩი შედარებით ფლანგზე დადგა მაგრამ მოკლედ ფრთხილობ ძალიან სლოვანი აქ ეპიზოდი ჯინჯოლავამ და მაკარიძე დამაჯერებელი უნდა იყოს ბრავო მეორე ურთულესი ბურთი იყო აუღო იაპონელ ლეგიონერს რომელიც შემოვიდა შეუძლიათ მომენტების პოვნა წესების დარღვევა აშკარად მუხარევიჩი როგორ მოქმედებდა აქ ჩაწოდება საჯარიმოში არადამაჯერებელი იყო საკამაო გზელდება დარტყმა გარედან ხდება ბურთი კარს აქაც იყო შანსი ჯერ ჩაწოდება მეკარემ აშკარად ერი თამაშა კარგად და შემდეგ არ გარისკაცი ისვლა ცოტა სარისკო პასი სელიმოვის გაურთულეს სელიმოვიჩმა ისე დაგზავნა ბურთი წინ რომ მე მგონი დაამტრია იქ სლოვაკი ფეხბურთელი თუმცა როგორ არ გააკეთა ეხლა პასი ენდემ თამაშგარე დაფიქსირდა შეიძლება მაგრამ ამევროპაზე გამოჩნდება რომ ნახევარმცველმა ისევ ის ურთით ახალაც აღარ გამოსდის ზუსტი გადაცემის გაკეთება მთელი შეხვედრა დადიანი მოედანზეა აქტიური პრესინგის უეჭველი ფეხელი კი დადიანი მიიღებს გაფრთხილებას ძალიან გაბრაზებულია გააგზავნებს ევროპა ლიგაზე თამაშს ჩაწოდება აქ საჯარიმოში მაკარიძე არ იყო პოზიციურად დამაჯერებელი და თამაში შესრულდა 10 ბურთი კარს
ტაფამაროში იყო ეს ახალი გამოჩნდება და დაურწმუნდები თამაში კი ბატონო დასრულდა შეხვედრა განმეორებითი მატჩი აღარ დამარცხდა იბერია მეორე ტაიმში მშვენიერი შტაბეჭდილებას დატოვა შეიძლება ამის თქმა იმაზე ვისაუბრეთ რომ ლარენეს წინააღმდეგ ასეთი სათამაშო ხარისხის დონეზე ფავორიტადაც უნდა მივიჩვენიოთ